ბახმაროში დოღის მიმდინარეობისას 5 წლის ბავშვი დაშავდა. როგორც ადგილიდან იუწყებიან, მხედარმა ცხენი ვერ დაიმორჩილა, ხალხში შევარდა და 5 წლის გოგონას დაეჯახა. ბავშვს თავი დაუზიანდა, დოღი გაგრძელდა, რის გამოც მცირეწლოვანის სასწრაფოთი გადაყვანა შეფერხდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, გოგონა ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ღარიბაშვილი მორალურად განადგურებულია, მაგრამ წერილები გაგრძელდება, აცხადებს ადვოკატი მისი მონახულების შემდეგ. კიდევ რას და როდის დაწერს ექს-პრემიერი უცნობია, თუმცა როგორც უფლებადამცველმა თქვა, განცხადებები ეტაპობრივად გამოქვეყნდება. ღარიბაშვილმა გუშინ დაწერა, რომ იძულებული გახადეს ბრძოლა დაიწყოს. უკრაინული დრონებით გადამწვარი Wildberries-ის საწყობების აღსადგენად პუტინმა მთავრობას შესაბამისი ზომების მიღება უბრძანა. მისი დავალებით დაზიანებული ობიექტების განახლება ახალ ტექნოლოგიურ დონეზე უნდა წარიმართოს. ამის პარალელურად პუტინი დღეს ამტკიცებდა, რომ უკრაინის შეერაღებული ძალების თავდასხმებს რუსეთისთვის კრიტიკული ზიანი არ მოუტანია. უკრაინამ Wildberries-ის 10 მთავარი ლოჯისტიკური ცენტრიდან 7 გაანადგურა, მათ შორისაა მოსკოვის ოლქში მდებარე ობიექტები. მოსკოვში ბენზინზე ლიმიტები ხელახლა დააწესეს, რუსეთში საწვავის დეფიციტის მეორე ტალღა დაიწყო. ავტოგასამართ სადგურებთან ისევ ფიქსირდება რიგები. გაზპრომ ნეფტის სადგურებზე ერთ ავტომობილზე 40 ლიტრ ბენზინს გასცემენ. როსნეფტს კი 30 ლიტრიანი ლიმიტი აქვს.